ონკოპაციენტების ნაწილი ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვს, მათ დღეს სამინისტროსთან აქციაც გამართეს, ისინი უწყებას დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ და ონკოპაციენტებისთვის მედიკამენტების და გამოკვლევებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას თხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, აქციის მონაწილეების მოთხოვნებს უკვე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმაც. ჩვენ ვართ ონკოპაციენტები, რომლებსაც სჭირდება დროული მკურნალობა, დაფინანსება არის უდიდესი პრობლემა, გადაღებები არ გვაქვს უფასო. გაცლევენ ერთ ფურცელს, გეუბნევიან აქ მიდი, მერე იქ მიდიხარ, იქ გალოდინებენ, მერე აქ არ უნდა მოსულიყავი, იქ უნდა წახვიდე, იქ მიდიხარ, კიდე დგახარ, ამასობაში დროს კარგავ. ფასებს რო ადარებ, ისეთი ფასები გვაქვს, ჯერ მარტო პეტ გადაღება, რომელიც 3500 ლარი ღირს და თურქეთში მაქსიმუმ $800. ამას უნდა ელოდო, სადაც ჩაწერილი ხარ, მერე იქ ან დაგიფინანსებენ, ან არ დაგიფინანსებენ. ჩვენ ვითხოვთ რეფორმას, იმ რეფორმას, რასაც შარშანაც ვითხოვდით და შედეგი არ გამოიღო, ამიტომ ვითხოვთ ღია შეხვედრას მინისტრთან ექსპერტების ჩართულობით, რადგან ყველაფერი განვიხილოთ მედიებისთან დასწრებით, მთელმა საზოგადოებამ გაიგოს, რაში არის პრობლემა. ვითხოვთ ინოვაციური მედიკამენტების დამატებას, ვითხოვთ კვლევების დამატებას, რომელიც აუცილებელი არის პაციენტის სიცოცხლისთვის, ასევე ვითხოვთ ჰოსპისების გამართვას და პალიატიური მზრუნველობის უზრუნველყოფას და სოციალურ დახმარებაზე ასევე პრობლემა ექნებათ პაციენტებს, ონკოპაციენტებს, ეს ეხება პენსიის დანიშვნას და ესეც არ უნდა იყოს პრობლემა და რა თქმა უნდა სამინისტრომ ესეც უნდა გამოასწოროს. ჩვენი სამინისტროს კარი ამ თვალსაზრისით ყოველთვის ღია გახლავთ. ალბათ უნდა ითქვას კონკრეტულად რა მოთხოვნებია, რა საკითხებია და კონკრეტული გადაწყვეტილებები როგორ იქნას მიღებული სწორი მიმართულებით. მე მგონია რომ საზოგადოებაც კარგად ხედავს რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მართლაც ძალიან აქტიურია სახელმწიფო ონკოლოგიური პაციენტებისთვის მხარდაჭერის თვალსაზრისით. მე მგონია რომ ამ კუთხით რიცხვები მეტყველებს სწორედ იმაზე რომ თუ კი რამდენიმე წლის წინ 50 მილიონს არაჭარბებდა ონკოპაციენტებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი, დღეისთვის ეს თითქმის 300 მილიონს უტოლდება.